თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს აზერბაიჯანთან სრულ კოორდინაციაში აწარმოებს. ერდოღანის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაჩნდა. აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებთან საუბარში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა დაადასტურა, რომ სომხეთთან ურთიერთობების მოგვარების პროცესი ბაქოსთან სინქრონიზებულად მიმდინარეობს. მისი თქმით 2020 წლის ომში აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ ახალი ქარები ქრის და თურქეთი კმაყოფილია მიმდინარე პროცესებით. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში 30 წლიანი არასტაბილურობის შემდეგ ხანგრძლივი მშვიდობისა და ურსაფრთხოებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა. მანამდე თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი რეგიონში არადამკვირვებლების, არამედ მშვიდობის დამყარების აქტიური მხარდაჭერის როლს ასრულებს.